რატომ ხდება ისე, რომ ხშირად ემოციურად მიუწვდომელი მამა და ემოციურად არასტაბილური დედა ქმნიან ემოციურად ინტელექტუალურ ბავშვს? მსგავსი კითხვა დაისვა ჩემს ვიდეოზე და მინდა ვუპასუხო. პირველ რიგში, იმიტომ რომ ამ ბავშვს პატარაობიდანვე მოუწია ყოფილიყო საკუთარი თავის მშობელი. იმიტომ რომ ის ბავშვი ხვდება, რომ ვერც დედა და ვერც მამა ვერ მისცემს მას იმ ემოციურ მხარდაჭერას, რომელიც სურს. შესაბამისად, წინასწარ ხვდება მაგალითად დედის ტირილი რას ნიშნავს, დედის მსგავსი სახის მიმიკა, რისი მომასწავებელია. აი დედა რომ ახლა ასე მოიცა, ამას რა მოყვება. მაგალითად, მე თუ ახლა ამას ვიტყვი, ჩემს სიტყვებს რა მოყვება, მოდი სიტყვებს სწორად ვიტყვი, რომ მშობელი არ გავაბრაზო. ან მამის იჯუმე რას ნიშნავს, მამის ემოციური განრიდება რას ნიშნავს, მამა დღეს ნეტა როგორ ხასიათზეა და ესე შემდეგ. ეს ყველაფერი ერთი მხრივ კარგია და ეხმარება ადამიანს ზრდასრულ ასაკში. თუმცა ზრდასრულები, რომლებიც მსგავს ოჯახში გაიზარდნენ, ხშირად სხვების ემოციურ ფონზე არიან მორგებული და საკუთარი საერთოდ არ ესმით. ასეთ ბავშვს ზრდასრულობაში იდეალურად შეუძლია გაიგოს სხვისი ემოციები, თუ სრულიად უცხო ადამიანიც კი რას გრძნობს და როგორ არის. თუმცა აი საკუთარ ემოციებთან კავშირი ნაკლებად აქვთ, იმიტომ რომ დედამ და მამამ ასწავლა, რომ სხვას უნდა მოერგოს და მისი ემოციები მნიშვნელოვანი არ არის.